Христианска. ეს არის მუდმივი დღესასწაული, მუდმივი სიხარულის წყარო, მუდმივი იმედი, სიმშვიდის, სულიერი წონასწორობის, იმუნიტეტის, სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობისა და სულიერი და ხორციელი სიმდიდრის და სიხარულის წყარო დაუშრეტელი. აღდგომის დღესასწაული. აღდგომიდან აღდგომამდე. ეს არ ნელდება ეს დღესასწაული. სულ სიახლეა, სულ ახალია, სულ ახალი ამბავია, ასე ვთქვათ. სულ ზეციური სიახლეა ეს, რომელიც ყველას გვეცნობა. ამიტომ მინდა რომ ამ ყველაფერი იცვლება. ყველანაირად ცვალებად სამყაროში, ყველანაირად ცვალებად გარემოში ცხოვრობთ და ეს ცვლილებები მიგვანიშნებდეს უნდა იმაზე, თუ რაც არის მუდმივი და მარადიული. აი ზუსტად ის მარადიული დღესასწაულები, მარადიული ფასეულობა, რომელიც ქრისტემ მოგცა, ახალი აღთქმისეულმა გამოცხადება მოგცა, ეს არის ამ ცვალებად ნაკადში სამყაროსა ჩვენი სულიერი ღუზა, ჩვენი სულიერი სიმძიმის ცენტრი, რომელიც ჩვენ გვაქვს იმისაც, რომ არ ვიცვალებოდეთ უარესისკენ თან. სარწმუნოებაში დავრჩეთ ყარი და უცვლელი, მაგრამ შევიცვალოთ კი, ოღონდ განვიღბთოთ და უკეთესისკენ შევიცვალოთ. მაგრამ მე გულისხმობ იმ ფლუქტუაციებს, იმ ენტროპიას, იმ ცვლილებებს, რომლებიც ამასოფლის ამღვრეული ნაკადით, ამასოფლის ხილული თუ უხილავი ბრძოლებისაგან მოდის და ამ ცვლილებებში მუდამ სიფხიზლე უნდა ღვიძარება, ლოცვითი ღვიძარება შევინარჩუნოთ. მუდამ უნდა ვიყოთ, ვიღვიძებდეთ სულიერად, თავარია ის კი რომ არ ვიძინოთ, ხო? ვიღვიძებდეთ სულიერად, ღვიძარებ მდგომარეობაზე ლაპარაკი, სულიერ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ასევე რა თქმა უნდა ვხიზლობდეთ და მუდამ ვლოცულობდეთ, მუდამ ლოცვით მდგომარეობაში ვიყოთ, სულ ამას ვამბობ, ხო? ამიტომ აი ეს კომფორტი არ უნდა ვიგრძნოთ, ამას სოფელში კომფორტი არ უნდა ვიგრძნოთ. სიამოვნებები და ფუფუნება სხვა არის და ნეტარება და ცხოვნება და განხთობა სხვა არის. როგორც კი ამას სოფელში კომფორტს იგრძნობ, მაშინვე ღვთაებრივი პედაგოგიკა ისეთ რამეს მოგივლენს, რომ მომენტალურად მიხვდები, რომ აქ კომფორტში მიწაზე არ უნდა იგრძნო თავი. როგორც კი კომფორტულად იგრძნობ და გემოვნებაში შეხვალ, რომ იტყვიან, აი მაშინვე გამომაფხიზლებელი ხილული თუ ხილავი ბრძოლა განსაცდელი ეწევა ხოლმე ადამიანს. რომ შეაჯანჯღაროს და გაყინული მისი სულიერი გაყინული მდგომარეობის ყინული გახეთქოს და წყალმა და მადლმა სულიერმა ასე ვთქვათ დაიწყოს თავისუფალი ცირკულირება და დინება. ამიტომ ამ გზაზე, რომელზეც ჩვენ მივყოფებით, ჭეშმარიტების ძიებისაც არ ვიტყოდი, იმიტომ ჭეშმარიტება დიდი ხანია მოგვეცა, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე, ამბობს ქრისტე. ამიტომ ჩვენ ყველაფერი მოცემული გვაქვს. უბრალოდ ამ გზაზე ჩვენ თავს ვეძებთ, ჩვენ ჭეშმარიტ მეს ვეძებთ, ჩვენი სულიერი მეს ძიება არის ქრისტეში და მისი გაცნობიერება. ამას ვეძებთ, თორემ საფოვნელი და თავიდან გამოსაგონებელი არაფერი არ არის. ყველაფერი მოცემულია. ყოველივე გამოგვიცხადა ჩვენ უფალმა. ყოველივე მოგცა ჩვენ. და ამ გზაზე დამდგარმა ადამიანმა თავი უნდა დაიმდაბლოს, თავისი ეგოიზმი, ანუ პიროვნება კი არ გაქრეს, უნდა ეგოიზმი უნდა გადადოს, ეს დაბალი ასპექტი პიროვნებისა, ეს ნეგატიური ასპექტი პიროვნული სტრუქტურისა, ადამიანის პიროვნული ორგანიზაციის ეს უმდაბლესი, ყველაზე უფრო ვთქვათ, მიწიერი ასპექტი ეგოიზმის გადადოს უნდა და ღმერთს თავმდაბლურად შეავედროს თავი. არავინ მიმეორებ არაფერს არ გვიმალავს. ეს ადამიანური ამა მიწიერი სოფლის სიახლენი და ასე ვთქვათ სიურპრიზები და სკანდალები, რომლებსაც ზოგჯერ სიახლეებს ეძახიან, ეს უბრალოდ რაღაც დამალული სკანდალები და სიახლეებია, რომლებსაც უბრალოდ დავარქმევდი, სიახლე არის ის, რასაც ზოგჯერ გვიმალავენ ხოლმე. მაგრამ ეს ცოდვილმა ადამიანებმა იციან დამალვა და ასე ვთქვათ ხრიკების გამოძებნა, თორე უფალი, გულახთილი, გულწრფელი გახსნილია მთელი სამყაროს წინაშე და სამყარო მისი ქმნული არაყოფიერი და ყოფიერში მოიყვანა,
უფალი არავის არაფერს არ უმალავს. ყოველივე განგიცხადეთ თქვენ, ყოველივე მოგეცით თქვენ, ყველაფერი მოგცა. მაქსიმუმის და მინიმუმის ჩვენი ცხოვრებისათვის. ამიტომ მოთმინებით მოვეკიდოთ ამ დიდ პატივს, თამდაბლურად ვუმეგობროთ, უერთგულოთ ერთხელ არჩეულ მართლმადიდებლური ეკლესიის გზას და მოთმინებითა და შემწყნარებლად მოვეკიდოთ საკუთარ თავსაც, მოყვასაც, ფლორასაც, ფაუნასაც, ყველაფერს. მიმღებლობა მეტი შემწყნარებლობა და სიყვარული გამოვიჩინოთ ერთმანეთის შეცდომებისა და სისუსტეებისადმი. მეტი კი იცით ახლა ეს ქრისტიანობა, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ცხოვრების ტექსტები, რომლებიც მოდის ამას სამყაროდან გვასწავლის იმას, რომ მეტად გავიხსნათ ღვთის წინაშე, მეტი მიმღებლობა, მეტი შემწყნარებლობა, მეტი გლობალური, მეტი სულიერი ჰორიზონტი გქონდეს, მეტად გავაფართოვოთ ჩვენი სულიერი სივრცე, მხედველობა ჩვენი სულიერი და არა ტიკრუტანიდან უყურებდეთ რეალობას. იყავით უფრო გახსნილი, ამიტომ ღვთის წინაშე, სამყაროს წინაშე, უფრო მეტად გახსნილი ცხოვრების უფრო დიდი მასშტაბი გექნება და უფრო ფართო პერსპექტივიდან შეხედავთ ცხოვრებას. და თქვენი ცხოვრების სრულ სურათს უფრო კარგად დაინახავთ. თუ სადა ხართ, რა უნდა უფალს თქვენგან, რა სიტყვის ღვთის ნება ამა თუ იმ ეტაპზე თქვენი ცხოვრების. და არა ფრაგმენტულად დანაწევრებულად და ამოგლეჯილად, როგორც წიგნზე მსჯელობა არ შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი ფურცელით, რომელსაც ამოხევ მისგან ან გადაშლი და ნახავ და მხოლოდ იმ ორი ფურცლით იმსჯელო წიგნის შინაარსის შესახებ. ესე არ შეიძლება სრული ცხოვრების ჩვენ სრულ სურათზე მთლიანი მსჯელობა. მთელი წიგნი უფალმა იცის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კიდევ მეტი ვითხოვოთ, რომ მეტი ფურცლების საკითხვა შევძლოთ ჩვენს ცხოვრებაში. მეტად გადავფურცლოთ, გადავხედოთ ჩვენს შეცდომებს, შეცდომების გასწორება გავაკეთოთ ახსარებითი ფორმით. განწმინდოთ ჩვენი გონება და გული ზიარებით. ყველანაირი საშუალება მოგცა ეკლესიამ, ყველა საიდუმლო მოგცა იმისათვის, რომ ეს წიგნი ჩვენ გავიგოთ რა სიტყვის უფალი ჩვენგან და ამ წიგნის მთავარი სარჩევი, მთავარი ტექსტი, რომელშიც მთავარი მოქმედი გმირი ჩვენ ვართ, სრულად წავიკითხოთ და დავინახოთ. ამიტომ მინდა რომ ეს გისურვოთ მეტი პერსპექტივა, მეტი უფრო მზერის მეტი მასშტაბურობა. ნუ დაწვრილმანდებით. ქრისტე არასდროს არ დააკვირთ ყოველთვის გლობალურია, ყოველთვის ზეციურ პასუხებს, ღვთაებრივ პასუხებს აძლევს ყველაფერზე. რაც ყოველთვის ყველა კონკრეტულ კითხვაზე პასუხსაც გულისხმობს. ყველა კითხვაზე პასუხია სახარებაში. თუ დააკვირდებით თქვენ ამ საოცარ წიგნში წმინდა ახალი აღთქმისა, ყველა კითხვაზე პასუხია. მთლიანად მთელ ახალ აღთქმას გულისხმობს. თავის ეპისტოლეები, თავის აპოკალიფსი და ასე შემდეგ. მთლიანად. თუ კი ადამიანი მოინდომებს სწორად დასვამს კითხვას, იგი ჭეშმარიტებასა და სიმართლეს ყოველთვის გაიგებს. იმიტომ რომ ჭეშმარიტება, სიმართლე ჩვენ ცხოვრებაში დაფიქსირებული აბივით რაღაც დაფიქსირებული ფორმულა არა. ჭეშმარიტება, სიმართლე გლობალური განვითარება არის ჩვენი. ჩვენ უნდა შევიმეცნოთ ეს, მაგრამ ჩვენი განვითარების პარალელურად ხდება ამ ჭეშმარიტებების, რომლებიც უღრმესია შემეცნება, არასდროს დამთავრება, არასდროს ბოლომდე გაგება არ და ვერ ხდება ჭეშმარიტებისა, ღვთაებრივი ჭეშმარიტების. იგი მას ყოველთვის ისეთი გაგრძელება აქვს, რომელიც შენ არ იცი და ვერ იცი. და მერე მოვა შენი სულიერი განვითარების პირდაპირ პროპორციულად კიდევ უფრო მეც გაიგებ. მერე კიდევ უფრო მეც და ასე შემდეგ. დაუსრულებელია ღვთაებრივი სიბზნის ტევადობა, დაუსრულებელია. ყოველთვის გაგრძელება აქვს ჭეშმარიტებას და სიმართლეს, გზას ჭეშმარიტებას და სიმართლეს. სულ გაგრძელება აქვს უფლისკენ. დაუსრულებელია ეს გზა, ჭეშმარიტება, სიმართლე, სიცოცხლე. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე. ეს დაუსრულებელია, არასდროს დასასრული და დაფიქსირებული ზღუდე და ჩიხი არა. იქ ყოველთვის შეროგონია დამთავრება, იქ ყოველთვის ახალი კარებია, ახალი გაგრძელებაა. შემდეგ კიდევ აქვს სხვა დონეზე, კიდევ ახალი გაგრძელება აქვს და ასე შემდეგ. უბრალოდ გააჩნია რა ციკლში იმყოფები, რა რიტმში იყოფები, სპირალის განვითარების რომელ წრეზე ხარ, სადაც უფრო მაღალ წრეზე ადიხარ, ყოველთვის დამწყები ხდები და გონია რომ რაღაც დამთავრდა, მაგრამ სინამდვილეში სრულიად ახალი რამ იწყება. ამიტომ ყურადღებით იყავი. ნუ შეხედავ მხოლოდ ერთი ასე ვთქვათ პერსპექტივიდან, საიდანაც წრე გამოჩნდება. ცოტათი გვერდზე თუ შეხედავ ანფასიდან შენს ცხოვრების სპირალს, იგი მიხვდები რომ სპირალია და უნდა იყოს ეს ზეაღმავალი
ციკლი და არა ქვევით ჩამავალი. ამიტომ ვეცადოთ რომ ყოველთვის ინიციატორი ვიყოთ ქრისტიანული ცხოვრებისა. მეტი მოვინდომოთ. უფრო მეტი შეგვიძლია ვიდრე გონია ჩვენ. მეტი მოვინდომოთ. ინიციატორი უნდა ვიყოთ მეტი, უფრო მეტი ლოცვის, მეტი სულიერი, ასე ვთქვათ, ძალისხმევის. ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია ვიდრე გონია. ადამიანი ღვთის ხატება და მსგავსებაა. ამიტომ ინიციატორი იყავი და არა იმიტატორი. ნუ იმიტირებ ქრისტიანულ ცხოვრებას ბუნებრივად შენში რაც არის, ის აუცილებლად ბუნებრივად გაიხსნება და გამომჟღავნდება და არა ლატენტურ მდგომარეობაში დარჩება. ნუ იქნება ესე ადამიანი კონსერვი არაა, რომ დარჩეს იმ გაუფუჭებელ მდგომარეობაში. ადამიანი როცა დარჩება ადგილზე დადგება, იგი უკან მიდის. ადამიანი რომელიც მათს არ იღებს, იგი სულიერად ჭაობდება. სიმბოლურად ვთქვა. ადამიანი რომელიც მალს აგროვებს და არავის არ აძლევს ამ მალს და არ ხსნის და სიყვარული და მადლის მიღება გაცემა ორმხრივი მოძრაობის გზა არის. იგი სტაგნირდება და იგი იზოლირდება, რაც აუცილებლად მის შინაგან იზოლაციასა და უკვე სხვა მდგომარეობებს იწვევს, არ ვიტყვი ახლა ნეგატივზე ბევრი საუბარი არ. ამიტომ იყავით უფრო გახსნილ, როგორც ვთქვი, ზეციური ტექსტების მიმართ, ღვთაებრივი ტექსტების მიმართ, რომელიც გვეძლევა სახარებიდან და ყოველდღე გვეძლევა უფლის მიერ ჩვენთვის საჭირო და ჩვენი ცნობიერების პროპორციული რა უნდა უფალს ჩვენგან და ყოველთვის გვაძლევს პასუხებს ნებისმიერ ლოცვაზე. ეს ჩვენ ვართ უპასუხო და უგულო და ზოგჯერ საერთოდ ვამბობ თქვენზე კი რომ და უყურადღებთ, უფალი ყოველთვის ყურადღებიანია, ყოველთვის პასუხიანია, ყოველთვის გულისხმიერია. უბრალოდ ბრძოლები არის და ბრძოლები იქნება, ხო? ბრძოლები როგორ არ იქნება? უნდა იყოს, იმიტომ რომ მადლით მოვა ბრძოლაც იქნება. უბრალოდ ბრძოლებში ზოგჯერ დიდი სიბრძნე უნდა გქონდეს, ზოგჯერ სულ უნდა გქონდეს, რომ მიმიკრირების უნარი აქვს ბოროტებას და ბოროტება მიმიკრიის უნარს არ დაკარგავს. ის ყოველთვის ნიღბით არის და არასდროს არ გეყონეს შეფუთული კარგად უნდა დააკვირდე მომრავლდნენ ცხვრის ტყავში გახვეული მგლები. ამიტომ უნდა კარგად იყო დააკვირდოს მათაც სახარებაში წერია. ხო? და მრავალ საწუნებენ. ასე რომ და ფრთხილად იყოთ და დააკვირდით რასთან გაქვს საქმე, ცხვართან თუ ცხვრის ტყავში გახვეულ მგელთან, იმიტომ რომ ნიანგს რო ერთიც გაუწოდებ, ძალიან ხელიანა მოგაჭამს. და ანგელოზებრივი სნობიერება, სულიერი მჭვრეტელობა, წმინდა გონება და გული გინდა აუცილებლად ბრძენი იყო, ვითარცა გველი და რომელიც სიბრძნეს განასახიერებს, სიმბოლიზირებს და მბანკო ვითარცა მტრედი. და თუ უფრო ბრძენი იქნები და მეც მოინდომებ, ვიდრე ეს შენ გონია რომ შეგიძლია გზა ისედაც ხსნილი, მაგრამ ვიწრო ისაკენ მიმოვალი უფრო მსუბუქად სავალი იქნება, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.